ქართული მოდის, ქართული. სალამი ბავშვებო. სალამი. ყველას მზად გაქვთ გაკვეთილი? დიახ. დღეისათვის რა გვაქვს ბარამიძე? არაგი წერეთლის თორნიკერის თავი. შესავალი ზეპირად შინაარსით ხრობ. დამბრძანდით. ჯერ ავხსნით ახალ მასალას, შემდეგ კი გამოკითხავთ. დიდი ქართველი მგოსანი დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს და გარდაიცვალა 1792 წელს მირგოროდში. დღემდე მატიანემ შემოგვინახა პოეტის დაახლოებითი პორტრეტი. დავით გურამიშვილის შემოქმედება მრავალფეროვანია. მის კალამს ეკუთვნის ისტორიული პოემა ქართლის ჭირი და დიდაქტიკური ხასიათის ლექსის სწავლა მოსწავლეთა. ეს ლექსი პოეტს საგანგებო დანიშნულებისათვის დაუწერია სახელდობ ყრმათა, ანუ მოსწავლეთა დასარიგებლად, რაც ლექსის დაწყებიდანვე აშკარავდება. ისმინე სწავლის მძებნელო, მოჰყევ დავით. მაპატიეთ ქალბატონო თამარ, სულ ნახევარ წამს წაგაქმნებ. ბალიაშვილი, სვანიძე ქუმსიაშვილი. დირექტორის ბრძანებით ხვალიდან სკოლაში არ დაიშვებით. რადა მასწავლებელი? როგორ თუ რა დააშავეთ? თქვენი გულისათვის სკოლა ვერ ასრულებს ჯართის შეგროვების გეგმას. მე ხომ მოვიტანე, მოიტანეს მასწავლებელი. შენ თუ მოიტანე ქუმსიაშვილო. პატივცემულო სახლში რაც რკინის საწოლები მქონდა სულ ყველა სკოლაში მოვაგორე. ორი თვეა იატაკზე მძინავს. დიახ. შენ არც 1 კილოგრამი ჯართი არ მოგიტანია. რასო ქუმსიაშვილი, მე მეტი არ ვიცი რა მომეტანა. როგორ თუ რა ვიცი? ესე იგი მერე კლასის მოწაფე არ იცი რა არის ჯართი. ეხლა დირექტორთან. ური მას მაპატიეთ ქალბატონო თამარ, მაპატიეთ. მაპატიეთ ქალბატონო თამარ. სწავლა მოსწავლეთა. ისმინე სწავლის მძებნელო, მოჰყევ დავითის მცნებასა. ჯერ მწარე. მაპატიეთ ქალბატონო თამარ დირექტორის დავალებით ვარ. ადგილზე ნაბიჯით. Pri, obselo. Pri, დასდე. ვისაც ჩაბარებული გაქვთ მშთ, ასწიეთ ხელი. გასაგებია, დავუშვით. თქვენ რა გვარი ბრძანდები? ბუცხრიკიძე. თქვენ? სვანიძე. გასაგებია, თქვენ? ბარამიძე მას. დაბრძანდი ბარამიძე, ადექი სვანიძე. რატომ არ იყავი გუშინ წინ შეჯიბრზე? რეიტუზი არ ქონდა, ხო? რეიტუზი კი მქონდა მასწავლებელო, მაგრამ მამაჩი მომითხრა რაღა დრო შეეხლა გოგო სტადიონზე ძუნძულიაო. აბარაგი. წლის ბოლოს 4-იანს რომ გამოგაყოლებ და ატესტატს გაგიფუჭებ. აი მაშინ ნახავს მამა შენი ძუნძულს. იმ დღესაც ქალბატონო თამარ, ჩემს გაკვეთილზე, კაცო. ფიზკულტურის გაკვეთილზე, გეომეტრიის წიგნი ქონდა ბატონო, ვინ გაპატიებს შენ მაგას, კაცო? უგონე მას დაჭიქი. ვარი? ბარამიძე მას. შენ რატომ არ იყავი შეჯიბრზე? მე გუშინ მას მუსიკა მქონდა და ფრანგული. მე მამა მითხრა არ წახვიდეო. რა გვარი ხარ ბარამიძე? ბარამიძე. პლატონ ბარამიძის რა ხარ შენ? შვილი ვარ მას. დაჭიქი ვიზია მე. ვერ თქვია დრე. აბა ბუცხრიკიძე და ეგარი ხარ? სვანი, აბძანიძე. გამორჩენდი? მარცხნისაგენ. ორი ნაბიჯი წინ ნაბიჯით. ორი. კიდევ მარცხნისაგენ. და დირექტორის კაბინეტისაგენ ნაბიჯით. მაპატიეთ ქალბატონო თამარ, მაგრამ სკოლამ ხომ უნდა შეასრულოს მშთ-ს ნორმები, ბატონო. სწავლა მოსწავლეთა. ისმინე სწავლის მძებნელო, მოჰყევ დავითის მცნებასა. ჯერ მწარე ჭამ. კლა. ბავშვებო, ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს. ზოგიერთმა იცის და ვინც არ იცის, იმას ვასწავლით, რომ არსებობს ნებაყოფლობითი საზოგადოება წითელი ჯვარი. სიტყვა ნებაყოფლობითი კი ნიშნავს სურვილის სამებრი.
ესე იგი ვისაც სურს გახდება საზოგადოების წევრი, ვისაც არ სურს არ გახდება. ვისაც არ სურს არ გახდება, ვისაც სურს გახდება. გასაგებია რა ყოფილა ნებაყოფლობითი საზოგადოება წითელი ჯვარი? გასაგებია. აბა გაიმეორეთ. ვისაც სურს გახდება, ვისაც არ სურს არ გახდება. აბა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ვისაც სურს გახდება, ვისაც არ სურს არ გახდება. მაგრამ ხვალ ვინც არ გახდება ამ საზოგადოების წევრი არ დავინახოს სკოლაში. ჯგუფხელი ჩემთან. თქვენ განაგრძეთ ქალბატონო თამარ. სწავლა მოსწავლეთა. ისმინე სწავლის მძებნელო მოხდებ დავითის მცნებასა. ჯერ მწარე. მაპატიეთ ქალბატონო თამარ, ნახევარწუთს წაგართმევთ. ოლიმპიადა კარზია, მომდგარი და ამ დროს სარაჯიშვილი, გამრეკელი და ქუმსიაშვილი სისტემატურად მიცდენას სიმღერის გაკვეთილებს. ასია თუ არა? ქუმსიაშვილი! რა ჩაგიგდო ხმა? პატიცემლო მასალებია, ყოველ დასვენებაზე მღერივად, მრავალჟამია. მღერივად მასალებია, მღერივად. არ დაუჯეროთ ქალბატონო თამარ, არ დაუჯეროთ. ახლავე დაგიფკითხეთ, რომ არც ერთ სიმღერას სწორად არ მღერიან. ოლიმპიადის პროგრამა იცით? ვიცით. გაითვალისწინეთ, რომ გვერდით კლასში მეცადინეობაა და თუ შეიძლება ცოტა წყნარა. იქ უკვე ჩავატარე ქალბატონო თამარ. მორბის, 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 3, 4. ჩუღჩუღით ჯამალობა. მორბის არაგვი. 3, 4. მორბის არაგვი, არაგვიანი, კარგია. ქალბატონო თამარ, თუ ჩემი აბსოლუტური სმენა არ მღალატობს, მე მგონი ქუმსიაშვილი ურევს. რას უყურებს? სარაჯიშვილი, გამრეკელი და ქუმსიაშვილი! დირექტორის კაბინეტში გეკნებათ რეპეტიცია. მაპატიეთ ქალბატონო თამარ, მაპატიეთ. სკოლამ ხომ უნდა გაიმარჯვოს სარაიონო ოლიმპიადაზე, მაპატიეთ. სწავლა მოსწავლეთა. ისმინე სწავლის მძებნელო მოხდებ დავითის მცნებასა. ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეგზებ გემოვნება. დასწრება არ გაქვთ. კლასშია 42 მოსწავლე, სახეზეა მხოლოდ 2. დასწრება არ გაქვთ. სად არიან თქვენი ამხანაგები? 3 ჯართის მოსატანად არიან. 4 მაკულატურის შესაგროვებლად და 5 საესტრადო ანსამბლის რეპეტიციაზე იმყოფებიან. 3 მოსწავლე პიონერთა ხელმძღვანელმა გაიყვანა. 8 მოსწავლე ცეკვისტრიშია დააკავებული და ოლიმპიადისათვის ემზადება. დიახ. თქვენ არაფერ წრეში არა ხარ? მე მათემატიკის წრეში ვარ, წრეში ვარ. მე ფიზიკის წრეში მას. ესე იგი დარჩენილი ხართ 2 უნიჭო. არა ბატონო, ესენი ხუთოსნები არიან. ქალბატონო თამარ, ვის რაში სჭირდება ამათი ხუთები? ჩვენ გვჭირდება მოსწავლეები, რომლებიც სკოლას ასახელებენ და სახელს გაუთქვამენ. ხვალვე მშობლებს მოიყვანთ. თქვენ განაგრძობთ, ქალბატონო თამარ, განაგრძობთ. თავსინანულის ჯობია, ბოლო ჟამს დანანებასა. როგორ ასწავლოს საგანი, თუ კი არ მისცემთ ნებასა.